ავარი მიდგომა მსგავსი ტიპის რისკების ჰეჯირებისთვის, ანუ რომ დავიცვათ ჩვენი პორტფელი, ეს არის დივერსიფიკაცია და ის აქტივების განთავსების სტრატეგია, გრძელვადიანი ხედვა, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ვანახლებთ. ეს გულისხმობს იმას, რომ არ გავაკეთოთ მაგალითად ზედმეტი კონცენტრაცია ან რომელიმე ქვეყანაზე, ან რომელიმე სექტორზე და ჩვენი აქტივები იყოს რაც შეიძლება დივერსიფიცირებულად განთავსებული. არის რეგიონები, როდესაც მაგალითად თუნდაც ნავთობის ფასები გაიზარდა, რომლებიც ამ ნავთობის ფასების ზრდით ხეირობენ. აი მაგალითად ლათინური ამერიკის ქვეყნები, რომლებიც არიან ნავთობის ექსპორტიორები, როდესაც ფასები გაიზარდა და სხვა აქციის ბაზრებზე ფასების შემცირება ვნახეთ, ლათინური ამერიკის კომპანიები გაიზარდა და აი ამან უზრუნველყო ის, რომ ეს მერყეობა შეემცირებინა. შესაბამისად, ჩვენი ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხედვა მიმართულებით არის დივერსიფიკაცია და ჩვენი ეს აქციების პორტფელი არის დივერსიფიცირებული, თითქმის 9000 კომპანია შედის ჩვენს პორტფელში სხვადასხვა პროპორციით. აქ შედის როგორც ამერიკის ტექნოლოგიური კომპანიები, ისე ამერიკის სხვა წამყვანი ინდუსტრიების წარმომადგენლები, ეს იქნება საბანკო სექტორი თუ სხვა საყოფაცხოვრებო ბრენდები, რომლებიც ჩვენ გაგვიგვია. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, გვაქვს მაგალითად ევროპული კომპანიები, სადაც ტექნოლოგიური კომპანიების წილი ისეთი დიდი არ არის. შესაბამისად, ეს მერყეობაც უფრო სოლიდური კომპანიები არის და მერყეობაც ნაკლები აქვს. გვაქვს აზიური კომპანიები, განვითარებადი ბაზრები, რომლებსაც სხვადასხვა ფუნდამენტური ფაქტორი უწყობს ამ ბაზრების ზრდას ხელს და შესაბამისად, მსგავსი გეოპოლიტიკური მერყეობები, აი ესე პირდაპირ ან მთლიანად არ იწვევს ჩვენი პორტფელის შემცირებას. არამედ დაბალანსებულად ხდება ეს